მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გილოცავთ ხარების დღესასწაულს, იხარეთ ორთავე სოფელსა შინა და ეს უდიდესი დღესასწაული, რომელიც გვაახლოვებს ჩვენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ყოფილიყოს საწინდარი ყველა იმ ბედნიერებისა, ხარებისა, გახარებული ყოფილიყოს მთელი ჩვენი ქვეყანა. ძალიან ბევრი ტკივილი განსაცდელი მოევლინა უფლისგან მას და იმედია რომ გახარებული იქნება თითოეული ჩვენთაგანი და ჩვენც ისე უნდა ვიმოქმედოთ, ისე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ერთმანეთი გავახაროთ, მახარებლები ვიყოთ, გახარებულები ვიყოთ და ეს დღესასწაული, რომელსაც დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო ზეიმობს, ყოფილიყოს საწინდარი იმ გარდაუვალი აღდგომისა, რომელსაც მალე ვიდღესასწაულებთ. მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან ბევრ თემას შევეხები მე და მინდა რომ გვერდს ვერავული იმ თემას, რომელსაც პრინციპში უკვე საზოგადოება სოციალურ სივრცეში დაუთმო დიდი ადგილი. საქმე ეხება ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებას. მე ვერ გავიზიარებ იმას, რომ ამ კაცმა თავი მოიკლა. კაცი, რომელმაც 2 თვის წინ განაცხადა, რომ მან ნახა დოკუმენტი, რომლის დოკუმენტის თანახმადაც დავით გარეჯი გადაეცა აზერბაიჯანს. 2 დღის წინ თავისმა მეუღლემ ნახა თავი ჩამოხშვალი, თავი ჩამოიხჩვა ამ კაცმა, ესეთი ვერსია მიაწოდეს. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანები იკლავენ თავს, რატომღაც რაღაც ხელწერა ესეთი ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა შემოგთავაზეს და რომელიც აბსურდულია, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თვალიშვილის თვითმკვლელობა, ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობა და ეხლა ეს არც ერთი თვითმკვლელობის რო არ ჯერავს საზოგადოებას, ეს ხომ ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ეს ამბავი მოხდა ეიდარ ალიევის ჩამოსვლის წინა დღეს და მე ვერ დავადებ ვერავის, ვერც ერთ ადამიანს, ვინ მოკლა, რა მოკლა. შეიძლება ეს დიდი პროვოკაციაც იყოს ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს საქმე უნდა იქნეს გამოძიებული. ჩემთვის გასაკვირია, როდესაც ხელისუფლებამ არჩევნები მოიგო ქართულმა ოცნებამ დავით გარეჯის ლოზუნგით, დავით გარეჯი საქართველოა, უკვე მერამდენეთ ალიევი ჩამოდის საქართველოში და ჩვენი ხელისუფლება ჩადის ბაქოში და ერთი კითხვა არ ისმის, რა ხდება დავით გარეჯთან დაკავშირებით. და ალბათ ამიტომაც იყო, რომ ფაქტობრივად ქართველი ჟურნალისტები არ დაესწნენ პრესკონფერენციას, რომელიც ჩატარდა გუშინ და იქ დავით გარეჯის კითხვა რო არ დასმულიყო. მე არ ვიცი, მე ვერ გავიზიარებ იმ პათოს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარია, ვინაიდან მეგობრები ასე არ იქცევიან, რომ სიწმინდეებს არ ართმევენ თავიანთ მეგობრებს და ეხლა ვინც კი ამ ყველაფერს სხვაგვარად უყურებს, მე პირადად ის ადამიანები მოღალატეებად მიმაჩნია, იმიტომ რომ სანამ საზღვრის დემარკაცია მოხდება, მანამდე რა გახდა, რომ მე სიწმინდეებში დაუშვან ჩვენი ბერები, მომლოცველები. და მე ვფიქრობ, ლაზარე ჯორბენაძე, რომელიც შეეწირა ამ ყველაფერს, ის ამხელდა აი ამ სიტუაციაში იმას, რომ ეს ყველაფერი არის გაყიდული, დავით გარეჯი, ეს ადამიანი ლაზარეს შაბათს ლაზარე ჯორბენაძე, ლაზარე შაბათ თავ ჩამოგჩვალი იპოვეს. კაცი, რომელიც ქრისტიანი იყო, მე ვერ გავიზიარებ იმას, რომ კაცი, რომელიც მორწმუნა იყო, ლაზარე ჯორბენაძე, ლაზარე შაბათს ჩამოიხჩობდა. არ ვიცი, მეც ვერაფერს ვერ დავამატებ, გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სიტყვა და ერთი კი არის, რომ ჯიბეში ჩაიდო, ხედავთ ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ, მთელი ქართული მედია, პოლიტიკური სპექტრი, ყველა ფაქტობრივად, იმიტომ რომ არც ერთ მედია საშუალებას ამ ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებია, მე არ ვიცი, ძაღლი და კატა რო კვდება ამ ქვეყანაში, და ამის არის ეროვნულ გლობად გამოცხადდეს, ყველა მედია საშუალება აცხადებს და
კაცი რომელიც ამბობდა რომ დავით გარეჯი გადაეცა აზერბაიჯანს და უცნაურ ვითარებაში კვდება ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება ეს არის საკმაოდ საინტერესო და სენსაციური რამ მე მინდა მოუწოდო ხალბატონ ლია ტოკლიკიშვილს რომელმაც შესანიშნავი ფილმი გააკეთა დოკუმენტური დავით გარეჯთან დაკავშირებით და რომელიც არაერთი ფილმის ავტორის არის და მე მას უდიდეს პატივს ვცემ იქნებ ხალბატონო ლია მოკიდოთ ამ საქმეს ხელი და გამოიწვიოთ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროთ ამ საქმესთან დაკავშირებით დღეს ვინც დავით გარეჯზე ლაპარაკობს ან ქვეყნიდან აიძულებენ წავიდეს და იდევნება ან კლავენ ეს არის ფაქტი და ამ ყველაფერს მე მგონი წერტილი უნდა დაესვას მე ლაზარე ჯორბენაძე მიმაჩნია 6000 მეერთე გარეჯელ ბერად რომელიც მათ თავი დადო გარეჯისთვის ბრძოლაში და მე პირადად შურს ამ ადამიანის იმიტომ რომ ის შეეწირა სიწმინდეს და ეს ადამიანი ნამდვილად სამოთხეში მოხვდება იმიტომ რომ მან სიწმინდისთვის ბრძოლაში დალია სული და მე მიმაჩნია რომ ეს კაცი ჩვენს ბევრ წმინდანთან ერთად ზეციურ ნათობშია ეხლა ბევრი ტალახის სროლა იქნება მის მიმართ გიჟათაც გამოაცხადებენ ალბათ რომ რაღაც სისულელებს როშავდა მე არ ვიცი თუ ეს ადამიანი სისულელებს როშავდა მაშინ არ ვიცი გაკეთებულიყო განცხადება იმის შესახებ რომ ეს ადამიანი არასწორად მოქმედებდა და დეზინფორმაციას ავრცელებდა. მე არ ვიცი, მაჭავარიანი შვილის მიმართ ტელედებატები გაჩაღდა და დებატებში იწვევდნენ და კაცი რომელიც არც პოლიტიკოსია, რაღაც სამოქალაქო აქტივისტია და რამის მათ რა ქვია ტელესივრცეში ეს კაცი აქტუალური იყო. და კაცმა ამისთანა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა და ან უარყოფა, ან დადასტურება დღემდე არაფერი არ ყოფილა. დრონი მეფობენ და არა მეფენი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და სიმართლე იზეიმებს. მზის ქვეშ უსასრულო არაფერი არ არის და მე მიმაჩნია რომ ყველაფერი გაირკვევა. ყველაფერი გაირკვევა. ნაზი შამანაურსაც გიჟათაც ხადებდნენ თავის დროზე, მაგრამ მე ეს ადამიანი გმირად შერაცხეს, ზვიად გამსახურდიასაც გიჟათაც ხადებდნენ, ბევრ ადამიანსაც ხადებდნენ გიჟათ. ეს ხელწერა არის რაღაც გარკვეული უწყებების. ერთი რამე ფაქტია მეგობრებო რომ ჩვენი საზოგადოება გადაიქცა ძაღლმადიდებელ და რაღაცა შიზოფრენიის სტადიაში მყოფ რაღაცა გარკვეულ სექტად ჩამოყალიბდა. აი მე ლია ტოკლიკიშვილი ვახსენე და მას მოუწოდე რომ იქნებ ეს საქმე გამოიძიო ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროს და მან ძალიან კარგი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა იმ სერიულ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა საქართველოში და რომელმაც იმსხვერპლა ერთ-ერთი ძალიან კარგი ახალგაზრდა ადამიანი, ვალიანი, რომელიც ესე უმოწყალოდ მოკლეს და ეს ბანდების შესახებ გაკეთდა ფილმი ქრონოლოგიურად როგორ თარეშობენ, როგორ ახალგაზრდებს ცემენ, ურტყამენ, კლავენ და ეს ძალიან ბევრი ჯგუფზე გაკეთდა ინფორმაცია და ამით დაფიქსირდა ის რომ ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მომავალი თაობა არის საფრთხეში, იმიტომ რომ შეიძლება გახდეს ლუკმა აი ამ ნაძირლებისა, რომლებიც ესე იგი ფაშისტური რაღაცა ორგანიზაციების ფარფარქვეშ არიან და მოქმედებენ. ესე იგი ნორმალურ ცივილურ ქვეყანაში ატყდებოდა ამის შესახებ, იმიტომ რომ ყველა შვილები ყავს, ყველას რაღაცა ახლობლები ყავს, ახალგაზრდა თაობა ყავს. და იმის მაგივრად ამის შესახებ ამტყდარიყო აჟიოტაჟი, ჩვენ ვნახეთ კანცელარიასთან შეკრებილი საზოგადოება, რომელიც ესე იგი ძაღლების უფლებებთან დაკავშირებით ძაღლებთან ერთად მიტინგებს ატარებდა. ესე იგი არ ვიცი, საქართველოში ძაღლის უფლებები უფრო არის დაცული ვიდრე ადამიანების. და ვიღაცამ შექმნა რაღაცა მითი, ვითომ ძაღლებს წვავდნენ, არავითარი ამის მტკიცებულებები არ არის და შექმნეს ესე იგი მთელი რაღაცა ისა ტელედებატები იმართება, ამ დებატებში ძაღლებიც მონაწილეობენ, ადამიანებიც და არ ვიცი, სიგიჟესთან გვაქვს საქმე.
ესე იგი, ვინც კი რამე სიტყვის რაღაცა განსხვავებულს ის ძაღლებების რაღაცა უამყოფელად და ვითომ ის ძაღლი არ უყვარს. ეხლა მე პირადად ძაღლი მიმაჩნია ყველაზე ერთგულად ვიდრე ადამიანი და მე უფრო მიმაჩნია რომ თუ დღეს შეიძლება რაღაცას ენდო, ძაღლს უფრო ენდო შეიძლება ვიდრე ადამიანს და ნუ გამომიყვანთ ეხლა მე ადრეც ვთქვი წინა გადაცემაში ამათ რომ ვითომ მე ძაღლი არ მიყვარდეს და თქვენ ამათ უყვარდეთ, მაგრამ ფაქტი ერთია რომ ხელოვნურად ქმნიან რაღაცას. ეს მიუსაფარი ძაღლები არცად სოფლიოში, არც ერთ ქვეყანაში არ არის ქუჩაში ძაღლები. ხელისუფლება, ეხლა მე დავიწყე რაღაც გარკვეული ჩემი გადაცემა შეიძლება კრიტიკით, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ხელისუფლებას უჭერ მხარს. ხელისუფლება არის სწორი, როდესაც მიუსაფარი ძაღლების საკითხის მოგვარება დაიწყო. ეხლა იცით რა არის, რაღაცას თუ ხელისუფლება კარს გააკეთებს, თუ შენ ეხლა მართლა ჩასაფრებული არ ხარ, ხო არ უნდა შეიძლება თავს დაესხა. როგორ შეიძლება, მაგრამ ხელისუფლებას მოუწონებ ამ ქმედებას, მაგრამ არ მოუწონებ იმას, რომ საზოგადოების ინფორმირება არ ხდება და უნიათოდ მოქმედებს პრესსამსახური, ეგრეთ წოდებული სტარკომი, იმიტომ რომ შედარლოცვილო თავს რო ესხმის ეს ვიგინდარები ხელისუფლებას ადექით ადა სტატისტიკური მონაცემები ვისაც ევალება ეს პრესსამსახური რომ არის ჯანდაცვის რომ რამდენი ადამიანი დაიკმინა რამდენი ადამიანმა აცრა გაიკეთა რომ საზოგადოება არის მართლაც შოკირებული რომ ყველა სკვერი და პარკი გადაიქცა უკვე რაღაცა უბედურების ზონად იმიტომ რომ ადამიანი ვერ შევა უამრავი კადრი არსებობს და მე მივხვდება საზოგადოება რომ ხელისუფლება სწორია რომ მიუსაფარი ძაღლების აიყვანა და წაიყვანა თავშესაფრებში. რა არის აქ ცუდი? რა არის აქ პრობლემა? ვეხვდები, რატომ უნდა იყოს მიუსაფარი ძაღლები ქუჩებში? რა ძაღლების უფლებებზე არის საუბარი? ერთი მაინტერესებს ეს ელის ბარაშვილი რო არის. ეს კაცი რატო არ არის დღეს ციხეში? რატო არ ზის? მე ვერ ხვდები კაცი, რომელიც თვითონ არღვევს ადამიანის უფლებებს. თავს ესხმის, იგინება, ილანძღება. ერთხელ ჩემთან დაკავშირებითაც რაღაცა ისეთი ბოდიში და კანალიზაციის მილი გაუსკდა პირში. ეს კაცი რა ძაღლის უფლებებზე შეიძლება ილაპარაკოს, საკუთარ შვილებს დედას აგინებს და ცოლშვილს აგინებს და ყველაფერს აგინებს და გამოდის ეხა და გამოყავთ ეს კაცი ვითომ ძაღლების უფლებები იცავს, საკუთარი ბიზნესი აქვს და იმ ბიზნესებს ინტერესებს იცავს. ეს როგორ შეიძლება ამდენი ხანი ეს კაცი გარეთ რატო არის, ციხეში რატო არის უამრავი მამხილებელი, მისი დანაშაულის მამხილებელი ვიდეო მასალა გავრცელდა, როგორ ესე იგი შეურაცხყოფას აყენებს, აგინებს, ლანძღავს, ხან ვის. და ეს ეხლა გამოდის და რაღაცის უფლებებზე, ვიღაცის უფლებებზე რო ლაპარაკობ, მაშინ სხვისი უფლებები არ უნდა შეინახოს. ერთხელ მახსოვს რაღაცა კარფურში ძაღლები იწვა და როგორ გაბედეთო თქვენო იქო ძაღლები მოაცილეთო, ესა უნდა იყოსო იქაო. ერთი კითხე ადამიანებს სიამოვნებთ იქ რო რაღაცა რა ქვია დამშეული რაღაცა ძაღლების შიშით რო ვერ გაივლის ადამიანი მაღაზიასთან. იმიტომ რომ ძაღლს არ აქვს იმის საშუალება თვითონ მოინადიროს რაღაცა, იმიტომ რომ თუ არ აჭამენ და შეერი ადამიანის საშიშია და მით უმეტეს ძაღლი. და ხელისუფლება სწორია, როდესაც თავისუფლებს ქუჩებს, სივრცეებს იმისგან რომ ადამიანმა თავისუფლად იარონ, კაცო. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, ახლობელი ყავს ქუჩაში მიდიოდა და გამოეკიდა ძაღლი უკბინა, მე 6 ნემსი გაიკეთა. ის 10 წლის ნემსები თქვენ გონია ძალიან ისეთი სასარგებლო არის თუ ვიტამინებს შეიცავს. და ეს როგორ შეიძლება ის გაგრძელდეს ესე? მაგრამ აი ეს უნიათობა, მისი რომ არაინფორმირებულობა საზოგადოების და რომ ესე იგი ამდენი რაღაცა ხდება, ეს არის საშინელება. და მე რატო ვლაპარაკობ ეხლა ის აი ძაღლებთან დაკავშირებით რო ვლაპარაკობ, აი ნერვები მეშლება აი ამ ადამიანებზე, რომლებიც ვითომ რომ რაღაცის უფლებებზე ლაპარაკობ. ესე იგი ადამიანები მის მაგივრად საკუთარი შვილების დასაცავად გაემართათ ის აქცია, რომ ამდენი ბანდები და ამდენი ესე იგი ფაშისტები თარეშობენ. გამოვიდნენ და ძაღლებზე დაიწყეს საუბარი. უფალმა თავის ხატად ადამიანი შექმნა და არა ძაღლი. და ბოდიში და მართლა აი კეთილი შურით შურს აი აქ რუსეთში დავდივარ, შეყვარებული წყვილები დადიან, გოგო, ბიჭი რაღაცა და ერთმანეთი რაღაცა და ჩვენთან ესე იგი მოდის ესე იგი წვილი თუ მოდის ან ბიჭი თუ მოდის ძაღლთან, გოგო მოდის ძაღლთან, ან წვილი თუ მოდის შვილთან, შვილები კი არა ძაღლები და კატები ყავს და არ ვიცი ჩვენ ეხლა ქვეყანას ძაღლებით და კატებით გამრავლდება თუ შვილებით გამრავლდება. იმთხელა PR კამპანია მიდის ამ შინაურ ცხოველებზე, ამის მეხუთედი რომ ამის 5% რო იყოს შვილებზე, ოჯახებზე PR კამპანია დღეს დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენ კარგ მდგომარეობაში გვექნებოდა.
შეიძლება ყველაფრის აღრევა ხახტო, შეიძლება ყველაფრის ესე ჭუიდან გადასვლა ყველაფრისგან, რა უბედურებაა ესა. აი გეუბნებით ახლა მოსკოვში ვცხოვრობ და მე აქ გარეთ ძაღლი არ მინახია, სადმე დარბოდეს ესე თუ ადამიანი არ გამოიყოს. და ევროპაშიც ასეა. თქვენ ვერ გავიგებ ვინახართ რაღაც ახალი ველოსიპედებს რატო იგონებთ ერთი ვერ ხვდები რა. ვერ ხვდები რა სიგიჟესთან გვაქვს ჩვენ საქმე რა უბედურებაა ესა. ხალხი შეერიკუტება, ბავშვები შეერიკუტება და თავშესაფარი კეთდება ისეთი უმაღლესი დონის ადამიანებს არ აქვს სახლები და ძაღლებს უშენებენ სახლებს. ბავშვებს და იმებს მიეცით ბინები ადამიანებს. არ ვიცი, ეს საოცარი არის. აი კიდევ ერთხელ მეორებ, აი ჩვენ აი ამ 30 წლიანმა ამ სიტუაცია ადამიანები ჭუიდან გადაიყვანა და მე მესმის ეხლა რომ კიდე კარგად გამიგეთ ხალხო მე შინაური ცხოველების წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ესეთი სიგიჟეების წინააღმდეგი ვარ, რომ ვითომ ეხლა საქართველოში ძაღლების უფლებები ირღვევოდეს. თუ ვინმეს ირღვევონ, კანონი ძალიან მკაცრია, სისხლის სამართლის კოდექსით იჯდება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა. და ბევრიც დაჟილა ამ კუთხით. ხო და არ ვიცი რაზეც განგაში სასატეხია რა ვიცი ეს ხალხი დავით გარეჯზე რატო არტეხს რანგას ბიწების გაყიდვაზე რატო არტეხს განგას აგერ კაცი ჩამოქჩვალი იპოვეს რომელიც ამისთვის რატო ამაზე არავინ ხმას არ იღებს არა რაღაცა სისულელეებზე განყენებულ თემებზე ხო კატების ის იქნება ალბათ კატების უფლებების რაღაცა აქცია ჩატარდება ზეგ ვირების აქცია რომ კახეთში ვირებს ცუდად ექცევა ხალხი ზოგი არ ვიცი რა არ დაგელია თქვენ ესეთი რაღაცა სიგიჟეები რა თან ამ პეროგარჭობილი რაღაცა საზოგადოების რაღაცა ნაწილები რო ჩანს ყველგან ესენი რომ რაღაცა ფოე საზოგადოება რა ვითომ რომ რაღაცა ვითომ მართლა უფლებები აღელვებდეთ ვიღაცა თუ რამე სადმე მოხდა რაღაცა და ვინმე ძაღლები დაწვეს და რაღაცა ამაზე მართლა რო ყოფილიყო ღვაიღებდით ყველაფერს შეიჭრა იქ ხალხი იმ თავშესაფარში გორის და რა იქ ვერ მივიდოდნენ და ვერ ნახავდნენ რამე თუ იყო არ ვიცი საგიჟეთში ვცხოვრობთ მე მგონი და აღარც დამთავრდა რა ეს ყველაფერი და აღარც ჩანს ამის დამთავრება და ამიტომაც არის ეს ბავშვებიც ასეთი აგრესიულები რო არიან აი ეს ფილმი ნახეთ თქვენ აუცილებლად ლია ტოქტიკიშვილის გაკეთებული ფილმი ეს საზოგადოება ეს ბავშვებიც იმიტომ ჩამოყალიბდა ხალხო ასეთებად რომ უყურებენ ამას ყველაფერს გამოდის ეს ელიზბარაშვილი ტელევიზორში იგინება დედას კაცი ჯერ ქართველი კაცი რო აი ესე დედას ატრიალებს ამის გულისთვის ენას ამოგიღებდნენ და დაგაჭრიდნენ შენ არარაობა შენა მართლა რა როგორ იგინები ამ დედას ხანიკით და ხანაკით მაინტერესებს რა ვინახარ შენა და მე ამ ხელისუფლებას მინდა მივმართო რა საერთოდ კანონი არ უნდა მიიღოთ აი ამ პირადი ღირსების შეურაცხყოფებთან დაკავშირებით იმ დღეს ეხლა წავიკითხე რამდენიმე ნიუსი წავიკითხე მე რომ ესე იგიო Facebook-ზე შეურაცხყოფა მიაყენესო პოლიციელსო ხო აი სადრიგოვთან დაკავშირებით ეს აზერბაიჯანელი ჟურნალი და ამის გამო ნუ ეს ადამიანი დაიჭირეს მე გადასცეს აზერბაიჯანს ესე იგი პოლიციას თუ მიაყენეს შეურაცხყოფა ჩვენ ადამიანებს რომლებსაც ვიღაცეები აი სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას გვაყენებენ იმათ არავინ პასუხი არ უნდა მოთხოვოს გეკითხებით არავინ არ უნდა მოთხოვოს მე კი არ უნდა შევიტანო რომ უყურებ ეს სივრცეა საჯარო სივრცეა ეს სოციალური ქსელი ნახეთ უნდა იყოს შესაბამისი სამსახური რომელიც უნდა აკონტროლებდეს სოციალური ქსელის აი ამ მიმდინარეობა იგინება ვიღაცა მიეცით პასუხისგებაში და მე ვნახოთ ერთი როგორი ატმოსფერო იქნება აქ. სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფა უფრო მძიმეა ვიდრე ქუჩაში, იმიტომ რომ ქუჩაში შეიძლება ორი კაცი ესწრებოდეს ამას და მილიონი ადამიანი უყურებს. გადმოდგება ეს ვითომ ძაღლების უფლებების დამცველი და იგინება დედას, თეს საქართველოს დედას აგინა. და კიდე უამრავი ესეთები, კიდე ესეთი ავანტყოფი ადამიანები, რომლებსაც ესე იგი დედის გინება ის გონიათ, რა ქვია, მრავალჟამიეროს სიმღერა რა. შეიძლება ხალხო ესეთი რაღაცა მე არ ვიცი რა ქვეყანას ვაჟდა იმიტომ ეს მოძალადე თაობა ჩამოყალიბდა საქართველოში უყურებს რომ გონია გინება კარგია შეურაცხყოფა კარგია ვიღაცას პანჩურს ამოარტყავ კარგია და ისე გაიზარდა ესა მე კიდე რა არის ციკაცო ერთი ვერ ხვდები რა რაღაცა რო უბედურება მოხდება ეს ბულინგი სოციალური ქსელებითაც ესე იგი რო ხდება უამრავი ადამიანი თვითმკვლელობით ასრულებს ამ სიცოცხლეს და ვერ უძლებს ზოგი ამ ყველაფერს ესეთი ფაქტებიც მომხდარა საქართველოში სხვათა შორის და რაღაცა ხო შეიძლება გააკეთოთ ვერ ხვდები რაღაცა მე ერთი უბედურება მოხდება და მე მიიღებენ კანონს ალბათ
თუ საქართველოში პოლიციელის და ხელისუფლების წარმომადგენლები თავს იცავენ იმით, რომ კანონი მიიღეს, რომ სოციალურ ქსელში ვინმე თუ შეურაცხყოფს პასუხს აგებინებს, ასევე პასუხი უნდა აგოს ყველა, ვინც მოქალაქის შეურაცხყოფას აკეთებს. ესე იგი გამოდის, რომ პოლიციელს თუ შეურაცხყოფას აკეთებს და ხელისუფლების წარმომადგენელს ეს დაჟადია, თუ ადამიანს ჩვეულებრივს რიგიც ადამიანს ეს ხსნილი არის ამის შესახებ. მიდი რამდენიც გინდა გააკეთე. არ ვიცი მეგობრებო, აი არსად ესეთი დაბინძურებული სივრცე, როგორც ჩვენს ქვეყანაში არსად არ არსებობს. აი კიდევ ერთხელ ვიმეორე. აი მე ახლა აქ კარგად იცით რუსეთში ვარ და მე არ მინახია ქუჩაში ასეთი გინება ლანძღვა, ახმაური, ან საზოგადოებრივ თავშეყრის ხა ვიღაცა ეტყვის, ხა ხო ვიცი აი პრორუსი, რუსეთი, ხო ევროპაში ძალიან ცუდი რაღაცები ხდება, მიგრანტები ლეწავენ და ამსხვრევენ ყველაფერს, მაგრამ ნორმალური სადმე თუ შემორჩა ქვეყანა, რა ვიცი, მე პირადად გეუნებით ახლა რომ რუსეთში ასეთ რამე არ ხდება. თუ ხდება, მკაცრად იქნება აკვეთილი ეს ყველაფერი. და ჩვენთან საბწუხაროდ ამას არავინ არ უყურებს. ეხლა რაც შეეხება ამ პოლიტიკურ საკითხებს, მინდა რომ დაუბრუნდე საზოგადოებრივი საკითხები რაც არის, მაგრამ პოლიტიკურ თემებსაც შევეხეთ ჩვენ დასაწყისში გადაცემის. მაგრამ პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით ეხლა ძალიან ისეთი საინტერესო არის ეს ვიზიტები, რომელიც განხორციელდა აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირების, ანუ მინისტრის ჩამოსვლა. მე ვფიქრობ, რომ მაინც ეს რაღაცა გარკვეულწილად დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებსთან არის კავშირში და ბევრი რამ ჩვენთვის ძალიან მალე ნათელი გახდება. ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორები განისაზღვრება ძალიან მალე და ვფიქრობ, რომ საქართველოს არ უნდა იყოს მხოლოდ რაღაცა ჩაკეტილი აზერბაიჯანისა და თურქეთის რაღაცა მარტო მხოლოდ რაღაც ვასალის პოზიციაში. ჩვენ გვიხარია მარტო თურქებს, აზერებს რო გვხვდებით და სხვა იქით ჩვენ აღარა გვაქვს უკვე ფაქტობრივად რაღაცა გასასვლელი და ერთი ორბანია კიდე რომელთანაც რა თქმა უნდა შეხვედრებს მართავთ. ეხლა სოფლიოს ყველა ქვეყანას რო იწვევენ ვახშამზე რაღაცა სადღესასწაულო ის არ არის შენი ქვეყნის დიდი პატივისცემა და დიდი აღიარება. იქ ყველას იწვევენ და ეს არ არის რაღაცა გამოსარჩევი ფაქტი და არც ის რომ ყველას რო ხელს ჩამოართვევენ და შენც რო ხელს ჩამოგართმევენ სოფლიოს ლიდერები. ერთი რამეა კიდე რომ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმ ქვეყნად, რომელიც რაღაცა საგარეო კუთხით ექნება თავისი პოზიცია და რაღაცა გარკვეული მისწრაფება და რაღაცა მიზანი ექნება ამ ქვეყანას საით მივდივართ ბოლო-დაბოლო. კონსტიტუციის 78 მუხში წერია, რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირისაკენ და ნატოსკენ. ბოლო-ბოლო საჭე გავასწოროთ საითკენაც სწორი სულა შეიძლება განხორციელდეს. როცა შენი ავტომობილი მიდის უფსკრულისკენ, რული უნდა გაასწორო და სხვაგან წახვიდე. აი ამ სულით ჩვენ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ ერთად მოვიტეხეთ კისერი ნატოს სახელით და კიდევ იმ გზით მივდივართ. თუ საჭიროა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და შევიტანოთ ცვლილებები, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის ჩვენს ქვეყანაში. მედვედევმა, რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალმა რანგის წარმომადგენელმა განაცხადა უკვე, რომ ევროკავშირი უკვე ჩვენთვის განიხილება უკვე ფაქტობრივად ნატოს ტიპის ორგანიზაციად და შეიძლება ეს არის გარდაიქმნა რუსეთის მიმართ ტრულად განწყობილი ქვეყანა და ჩვენ უკვე აღარ დაუშვებთ ჩვენი მეზობლების ესე სწრაფვასო, ჩვენ არ მივესალმებით ჩვენი მეზობლების სწრაფვასო ევროკავშირისკენ და მეზობლები რუსეთის ჩვენც ვართ. სხვათა შორის ამ თემას ჩვენ შემდგომ გადაცემებშიაც დაგიბრუნდებით და რატომ ამას სიურპრიზად დავტოვებთ და მიხვდებით რაზეც არის და როგორც არის საქმე. ამიტომ რაღაცაში უნდა ჩამოვყალიბდეთ საით მივდივარ, როგორ მივდივართ, რანაირად მივდივართ. მე ხა ბევრ თემებთან ერთად გვერდს ვერაული გუშინ ჩატარებულ ამ სასამართლო პროცესს იმ ცირკ მასკარადს, რომელიც რაღაცა თემის გადასაფარად გონია რომ გაიმართა მე პირადად თქვენ ხდებით რაზე არის საუბარი
ნუ სააკაშვილი მოვიდა პროცესზე, ის რა ვიცი, აქამდე არასდროს არ დადიოდა. ნოღაიდელი მოიყვანეს პროცესზე, მოწმის სახით დაიკითხა და იქ გაიმართა ჩხუბი, დაკა გაიმართა, ერთმანეთის შეურაცხყოფა იყო ნოღაიდელისა და სააკაშვილის მხრიდან. ეს მოგალა ჩეხერებთან მოგალა შეგეხერეთ ჩვენს აგერვა უდითა ჩავიდა კიდე მოგავს ჩავი აი ამ არაეულა აი ესე მახამბობდა და საგადოს ქვეყნის ღალატში მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხვის დროს ამხილა მესამე პრეზიდენტსა და მისი მთავრობის პრემიერ ზურაბ ნოღაიდელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დღეს ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა ვითარების გადმოხტვა დარბაზში მანდატურებს და ადვოკატებს მოუწიათ ინციდენტის ხდომათა დარბაზში ნოღაიდელის ჩვენებას მოყვა ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მაშინ როდესაც სააკაშვილმა ნოღაიდელს კითხვა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პუტინთან შეხვედრების შესახებ დაუსვა პუტინთან იყავით თუ არა მოსკოვში მე აბა მე ეს პირდაპირ კავშირში რატომ იმიტომ რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობები მოგვეწესა. გასაგებია, აბა რა გაკეთე, პუტინს ეკაჩავე, იბლატავე, მოუწოდე რომ საქართველო არ დაიპყრო, დაამუნათე. შეხუმე კაჩავე და იბლატავე. პოლემიკაში. მე არ ვეკაჩე, მე ვიცოდი საქართველოს ინტერესებს და აბსოლუტური საერთება საერთება შემაჩარო ოსალა თუ შეიძლება შეურაცხყოფას აყენებს ბაკალავრს მე შეხედა გასვიდა საქართველოს ისეთთან აი ესეთი ხალხი ახლა ხელისუფლებაში აი ესეთმა ხალხმა გაკიდა საქართველოს ნოღაიდელის პასუხს დარბაზში ხმაური მოყვა ისმოდა შეძახილები მოღალატე და რუსეთის მონა წყობიდან გამოსულმა ექს-პრემიერმა დარბაზში მყოფებს აგინა საპასუხოდ მესამე პრეზიდენტმა ნოღაიდელი ვლადიმერ პუტინთან კავშირში დაადანაშაულა მიხეილ სააკაშვილისთვის მთლიანად ეს საქმე ამერიკის მიერ FSB-სთან თანამშრომლობის გამო სანქცირებული ფარცხალაძის მიერ არის შეკერილი დღესავით ნათელია რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ დაწერილი და შეთითქმული ბრალი. ჩემი კომპეტენცია იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მე გავამოცხადე ვადასტურებ ამას. არ ვადასტურებ იმას, რომ ჯარი ქუჩაში იყო გამოყვანილი წესრიგის აღსადგენად, იმიტომ თითი არ დაუძლევია ჯარს და არავის არ შეხებია, არსად არ წასულა. ეს არის სიცრუე. ზურაბ ნოღაიდელი 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურის საკვანძო მოწმია მან სასამართლოს დღეს ვასილ მაღლაფერიძისგან მიწოდებული ინფორმაცია მოუყვა რომ თითქოს სააკაშვილმა 4 ნოემბერს თათბირზე დაანონსა რომ 7 ნოემბერს აქციას დაარბევდნენ ვასილ მაღლაფერიძემ გითხრა რომ იყო თათბირი და შენ ამას როგორც ფაქტწყვეტ როგორც მონაყოს. როგორც მონაყოს არსებობს ჩანაწერი თუ იქ იყო ჩაწერა რამე აუდიოზე ვიდეოზე არ დაუჭირდებოდა ვასილ მაღლაფერიძის ინტრიგას რამის ჩაწერა თუ არა აუდიო ჩანაწერი აქვს თუ არა ვასილ მაღლაფერიძის განაცხადის ამას სასამართლო. ვასილ მაღლაფერიძე დადებით შეხედულები მე არ მახსოვს იყო ლოთი და კორუმპირებული ვინ არის ვასილ მაღლაფერიძე და რა კავშირი ჰქონდა მას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან ამაზე დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსამართლის თანდასწრებით ისაუბრა ვისი ნაკირაები იყო ის ბინა სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა ვასილ მაღლაფერიძეს ეს იცის ყველამ რას იცი რა არის რას ისა ვასილ მაღლაფერიძეს და უკვე იმ პერიოდის შემდეგ ჯერეთ ის იყო ძალიან საერთო ტიპაჟი რომ რატო უქირავა ეს ბინა რატო რა მოხდა ტექნიკურ გამომართვებასთან დაკავშირებით მაგრამ მაგაზე ვლაპარაკობ მე ვლაპარაკობ იმაზე რომ ეს იყო კაცი რომაც უქირავა ზურაბს ბინა და შემდეგ ჩვენი მეგობარი ზურა გარდაიცვალა ტრაგიკულად მაგრამ ეს არის კაცი რომელიც იმის შემდეგ მუდმივად გამოხატავდა რაღაცებს და მუდმივად იყო სხვადასხვა მახინაციებში და კომბინაციებში აი ამაზეა საუბარი ექს-პრეზიდენტმა კითხვები ნოღაიდელს პატარკაციშვილზეც დაუსვა. იყო თუ არა ის დაკავშირებული რუსეთთან და შეიძინა თუ არა იმედი რუსული ფულით. ამ კითხვის საპასუხოდ ნოღაიდელმა სასამართლოში დაადასტურა, რომ პატარკაციშვილმა ფული რუსეთში იშოვა. იცოდი თუ არა რომ პატარკაცი იყო ჭიროდ დაკავშირებული რუსეთთან. იყო დაკავშირებული რუსეთთან, რა თქმა უნდა, პატარკაცი რუსეთში გახდა მილიარდერი. პატარკაციშვილის ფული იყო რუსული წარმოშობის. დავისწავლე. აი ლუგავოი რომელიც იყო მისი დაცვის უფროსი ხო იყო FSB-ს აგენტი, FSB-ს ოფიცერი. არ ვიცი ლუგავოი. როგორ არის ლუგავოი მე სობი ლუგავოი რომელიც მე მოწამლა ლიტვინენკო თბილისში იმყოფებოდა შენი პრემიერობის დროს და იყო FSB-ს ოფიცერი პოლკოვნიკი. შეიძლება ეს მეტყველებს თუ არა იმაზე რომ მას და FSB-ს ჰქონდა ძალიან მჭირო კავშირები და ლუგავო იყო თავარი ტიპი პატარკაციშვილის რომელიც იყო მისი დაცვის FSB-ს აგენტი იყო რატო იყო თბილისში
ხოდა მეც მაგას კითხავთ. მე რა მეკითხა არის თუ არა ეს ნიშნავს რომ პატრიკაშვილი დაკავშირებული იყო რუსეთთან. პატარკაჩიშვილი რუსეთთან უნდა იყო დაკავშირებული თავიდან ეს ყველამ კარგად ვიცი. შეიქმნა თუ არა იმედი რუსული ფულით. ალბათ ალბათ აბანა ფული ქონდეს პატრიკაჩვილს. პატარკაჩიშვილი რუსული წარმოშობის იყო გასაგები ესე იგი რუსული ფულით შეიქმნა ტელევიზია იმედი, ხო ასეა? შეიძლება არ ვიცი მე. პუტინთან შეხვედრები ღალატი არ არის. ამ სიტყვებით დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილის ხელისუფლების პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა. ერთი საინტერესო წამოწდა სააკაშვილს, რომ მაღლაფერიძემო, ვასილ მაღლაფერიძემ უქირავა ბინაო ზურაბ ჟვანიასო. ეს რაღაცა მინიშნება იყო, ისე იგი სააკაშვილის მხრიდან და წამოწდენა. ანუ ბინა უქირავა რას ნიშნავს? ჩვენ ოფიციალური ვერსია შემოგთავაზეს ამათმა ის რომ გაზით მოიწამლეს. თუ გაზით მოიწამლეს, მე რა უქირავა რა პრობლემა? ანუ შენ როდესაც კომპრომატად თვლი ბინის ქირაობას, ესე იგი იქ რაღაცაშია საქმე, ანუ რაღაცით დააშანტაჟა მაღლაფერიძე დღეს სააკაშვილმა და კიდევ ვიღაცების დააშანტაჟა, ეს არის რაღაცა გზავნილი და მე ვფიქრობ სააკაშვილი ხშირად უნდა ვაჩვენოთ, ტელეფონით ჩაურთოთ. კიდევ ბევრ ამას იტყვის, როგორც ჩანს, მას იმდენად მობეზდა ციხე, რომ უკვე წავიდა შანტაჟზე, მუქარებზე. ხვალ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატებიც დაადანაშაულოს 2008 წლის ომში, რომ დაგვირდით, დაგეხმარებით და თქვენ და რატომ მოიქეცით ასე, რატომ მიგვატოვეთო? იმიტომ რომ კარგად მახსოვს მე ნინო ბურჯანაძის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ მე ველაპარაკე სააკაშვილის ომის დაწყების წინ და მან მითხრა აი ახლა შენ ჩართე ტელევიზორი, ნახე გამოვა ბუში, რომელიც იტყვის, რომ მან გამოგზავნა საქართველოში ავია გამანადგურებლები საქართველოს დასახმარებლად. აი ესეთი ინფორმაცია მიაწოდა მაშინ ბურჯანაძეს სააკაშვილმა. და თვითონ ეს არ დაუდასტურებია, მაგრამ ჩვენ მალე გავხდებით ძალიან ბევრი აღიარებებისა და აგრეთვე ძალიან ბევრი ჩაშვებების მომსწრე, იმიტომ რომ ეს კაცი გადავიდა უკვე შანტაჟზე. მე ამის ეს დავინახე სხვათა შორის აი ამ ყველაფრიდან. ძალიან ცდილობდა მედია, ნაცმედია სააკაშვილის დაცვას, როდესაც ნოღაიდელმა უთხრა რომ შენ შიშარა ხარ და იფორთხიალობდიო. ერთ დროს სააკაშვილის თანაგუნდელს დღეს გაახსენდა, რომ სააკაშვილი არ იყო ღირსეული მთავარსარდალი და გაიმეორა რუსული პროპაგანდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რასაც არა რუსული, არამედ საკუთარი პროპაგანდა უწოდა. რაზე ელაპარაკებოდით პუტინს? საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობებს. ღალატად შეაფასა სააკაშვილმა თქვენი ეს ქმედება. სააკაშვილზე არ მათქმევინოთ, რასაც ვფიქრობ. ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშნებს მე ვერ მომცემს. ვერ და ვერც მოღალატეს ვერ დამიძახს. ხო რატომ იყო ბატონო? თუ თავდასხმა იყო, არ უნდა დაეცვა დაცვის სამსახურს მიხეილ სააკაშვილი. ეს ხომ რუსული პროპაგანდა. არ უნდა რუსული პროპაგანდა არ არის. არ არის რუსული პროპაგანდა, ჩემი პროპაგანდა. ჩემი პროპაგანდა, ჩემი პროპაგანდა დაიცვა რა ისა. არ უნდა იფორტო. თავარსარდალი არ უნდა დაეცვა დაცვის სამსახურს. თავარსარდალი უნდა დაიცვან. არ უნდა დაეცვა დაცვის სამსახურს. ღირსეული თავარსარდალი. ღირსეული იყო სააკაშვილი. ეხლა აღარ არის ღირსეული ბატონო. მაშინაც არ იყო უკვე. მაშინ რატომ იყავით მის კაბინეტში თუ არ იყო ღირსეული? 2008-ში აღარ იყო ღირსეული. და რაღაცა ცინიკური არის დღეს ეგრეთ წოდებული ვითომ კრიტიკულ მედიას რო ეძახის თავის თავს. ეს პიტევე პირველი როგორ იცავდა ეს ნატა ქაჯაია სააკაშვილის. ეს არის რუსული პროპაგანდა, რასაც თქვენ იძახით. ეხლა შვენიერი გოგო, ახლა ფიზიკურად კაი გოგო არის, ქაჯაია და მოდი რა, აი როგორც იპრანჭები ამ მასში, რა ქვია, სოციალურ ქსელებში, მოდი ამ გაპრანჭვას მიაწექი და შენი საქმე არ არის პოლიტიკა. შენ კითხვებს უნდა სვამდე და არა ვიღაცებს თავის შენ პოზიციას ახვევდე, როგორცაც ამას აკეთებ. და დღეს საქართველოში სამწუხარო ჟურნალისტიკა რო არ არსებობს და არც მედია არ არსებობს, ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქიდანაც ჩანს, რომ აგერ ახლა კაცმა თავი მოიკლავა, გაავრცელეს ინფორმაცია, რაც აბსურდია და არავინ ამის შესახებ არ საუბრობს. არ არსებობს დღეს ქართული მედია, არც პოლიტიკა, არც პოლიტიკოსები, არც ექსპერტები. დღეს ყველა არის ნაყიდი ერთი რაღაცა კონკრეტული ქვეყნის თუ რაღაცა მეორე ქვეყნის მიერ. ყველა ვიღაცის ინტერესებს ემსახურება. საკუთარ ქვეყანას დღეს არავინ არ ემსახურება. დღეს არის საინფორმაციო სააგენტოები
და ეს სააგენტოები აგენტებით არის, აგენტების ხელში არის, უცხო ქვეყნის აგენტების მმართველობის და მართვის ქვეშ არის ეს სააგენტოები. სააგენტოებს მართავს აგენტები, ტელევიზიებს მართავს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ხშირ შემთხვევებში. იმიტომ რომ დღეს ქართული ტელესივრცეში ტელევიზიები რაღაცა საკუთარ ინტერესებს ნამდვილად არ ემსახურებიან. და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პროვოკაციები მზადდება, როგორც მე ვატყობ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს ომი ახლო აღმოსავლეთში მეგობრებო, რაღაც ახალი კატაკლიზმებისა და ახალი მსოფლიო გადანაწილებების რაღაც პროცესის დასაწყისი არის. თქვენ უგონიათ, რომ ეს ომი რომ გაჩაღდა, ამას რაღაცა დომინოს პრინციპი არ ექნება და ჩვენ ისე არ ვქნათ, რომ ეს დომინოს პრინციპი ჩვენთანაც ამოქმედი. საქართველო უნდა იყოს დაცული, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს დაცული და ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ჩვენ ახლა ნების ვიდეოში ყოფები და არ მინდა რაღაცა მძიმე თემებზე ვილაპარაკო, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ჩვენ ყველან საქართველო გვაერთიანებს. პატრიარქის სიყვარული თუ გაგვაჩნია, მოდი ერთმანეთი შევიყვაროთ და საქართველოს შევიყვაროთ და ჩვენი ქართული მიწას ვცეთ პატივი და ჩვენს წვენას ვცეს პატივი. თორე რა ვიცი მე, თუ შენ ადამიანი გიყვარს, იმ ადამიანის განვლით ცხოვრებაც უნდა გიყვარდეს მაშინ. აბა რატო გიყვარს ჩვენ პატრიარქი უწმინდესი, რატო გიყვარს? იმიტომ გიყვარს, რომ მან თავისი ქადაგებებით შეაყვარა და თავისი ქმედებებით შეაყვარა ქვეყანას თავი და თუ მისი ყველა ქმედება გიყვარს, მის ქმედებებს და მის განცხადებებს და მის ქადაგებებს რატო უნდა უპირისპირდებოდეთ ჩვენ? ადამიანი თუ იძახდა მიწა დაიცავით და არ გაყიდოთო, ჩვენ მიწა რატო უნდა გავყიდოთ? თუ იძახდა რომ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ, იმიტომ რომ რუსეთთან ურთიერთობები საჭიროა, პირიქით რატო უნდა მოვიქცეთ? თუ იმას იძახდა რომ მრავალშვილიანი ოჯახები და მრავალშვილიან ოჯახებს ხელი შეუწყოთო, ჩვენ ვერ გავიგეთ ძაღლების ბოდიშთა გამრავლებაზე უნდა ვიზრუნოთ თუ ადამიანების გამრავლებაზე უნდა ვიზრუნოთ. ერთ-ერთი სოციალურ ქსელში ძალიან მომეწონა, სასულიერო პირი იყო თუ არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით, აი ძალიან ლამაზად ლაპარაკობდა კარგად ამის შესახებ. ოჯახზე ბრელზე ენანი ასიგენანება, რა თქინა, ფული, თუ ერი არ გამრავდა. პოლიტიკოსები არიან, სულ ფულებს იწერენ ამაზე გზები, აქ გზები. სუბსიდირება მოახდინე, მრავალშვილიან ოჯახს მიეხმარე, გაზი გადუხადე, დენი გადუხადე, შეაქმნე სოციალური სისტემა შექმნე ისეთ, რომელიც არის წამხალისებელი, ბავშვების გამრავლება. აბა გასაკეთებ, ან ეპისკოპოსი, ან ხელისუფლება, ან მთავრობა, გასაკეთებ. მარტო სულის ცხოვრებას თუ არ დაიბადა 40 წელიწადში, განახევდება ერი. მერე ისთვის წვერს ხელიასი. მოგივა ეკანა ზანგი ეხადიას და დაგიწყავს თქვის დარიგებას. ისე მეგრები ხარ როას შემართავს გელაპარაკე. ოდა შენ იბინი აქეთ იქ კახეთში ველახი დარგები და აქეთ ის აქეთ. ხალხი არ გამრავლდეს. ასარია დროუსი მართლა. დიასეთი გინდისები. ეს არა ეკლესია და სახელმწიფო. არ გაერთიანდება და არ შეიძლება ფონდები. ეკლესიის შედევლობის კი არა. მრავალშვილიანი ოჯახების ფონდები შექმნეს. ეკლესია რასაშენებულია? ისიც ასარგებლება მალე. როცა ხალხი აგვეყიდა. ოდა ხალხი თუ არ დაიბადა, ეკლესია რა თქმა. ამიტომ ფონდები შექმნეს. ის ბიზნესმენებს პატერას რომ უკრიტეთ ხოლმე რაღაცას, ხო? და რა კი გამოუშვი მოწყალება მრავალშვილიან ოჯახებში. ცოტა ძველი მანქანეთი არის და იმათ მეტი მიეცით და გაკეთება საქმე და გააკეთებ ღმერთის ადიდებელ საქმეს. ეგ მოდილა ეს არის სიმართლე. არა და რაღაც არის საქმე ხალხო. ეს არის ზუსტი მეცნიერება. გაეროს და გამოკვლევები ჩვენი საქართველოს სტატისტიკით საშინელი მდგომარეობა არის დემოგრაფიული კუთხით. გაიგონია სადე ვინოს უთქება. ახელისულება და ეკლესია. არა, თქვით გიამობენ, მაგრამ ვერაკეთებ, ზუსტები არის. ბაბადია, ჩავაბატონებო თუ ვინმე გულზე მოხდა. ეგეა. და სიმართლეს გაუმარჯოს. რახათ არის საქმე ხალხო. გენათვალე მამაებო, გეიგე. მოძრებმა ყურადღება მიაქციეთ, მეტი რახნან ოფობოდიებს ამის გოუსტად მუსლები, იმდენი შვილები დაბადეს და რეულობას და მეტი რახნან ვეღარ გევიგე აუგლება და სამრევლობას. ეკლესია და ხელისუფლება ოფიციალურად გეუბნები, მე არაფერს არ აგეძებს მაგისთვის. ეს არის სიმართლე.
ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ და ჩვენი უწმინდესის დანაბარები უნდა შევასრულოთ. და მე იმედი მაქვს, რომ ახალი პატრიარქიც გააგრძელებს ჩვენი პატრიარქის გზას, ჩვენი უწმინდესის ქადაგებას ჩვენ იმიტომ ველოდებოდით ყოველ კვირას, რომ ის პრობლემატურ საკითხებს ეხედებოდა და არა მარტო სახარების განმარტებას აკეთებდა. სახარების განმარტებას თეოლოგებიც აკეთებენ. ჩვენ ახალი პატრიარქისგან ველით იმას, რომ ის იქნება ისეთი, როგორიც იყო ჩვენი უწმინდესი. უწმინდესის ქადაგებაზე ყველა ტელევიზია იმყოფებოდა კვირას, მე მაშინ სამებაში ტიხაროსანი ვიყავ, იმიტომ რომ ელოდებოდა რა სიტყვა და რაღაცა მოვლენის შესახებ პატრიარქი. და არა ის რომ პატრიარქს მარტო მხოლოდ ელაპარაკა იმ საკითხებზე, რომელიც თეოლოგიას და ახალი ჯულის კანონს და სახარების განმარტებას ესეც უნდა გააკეთოს პატრიარქი. პატრიარქი ამას აკეთებდა რაღაცა მოვლენას, როდესაც მოვლენაზე ლაპარაკობდა, იქ სახარების მაგალითებს და სახარებიდან ამოღებულ ციტატებსაც იშველიებდა ყველაფერს, თორე მარტო ჩვენ სახარების განმარტება თუ მოვისმინეთ, ეს მარტო რაღაცა თითქოს აი შიმშილის რაღაცა განცდას დაგვაუფლებს ეს ყველაფერი. პატრიარქი ქადაგებდა 3 წუთი, 4 წუთი და გულში ისარივით გვეს მოდიოდა ეს ყველაფერი. და დღეს არის ადამიანები ქადაგებენ 1 საათი და ვერ გაიგებს საერთოდ რას ქადაგებენ. ძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, ნათქვამი არის და ბევრი უნდა მიხვდეს იმას, რომ სწორედ პატრიარქის გზა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ახალმა პატრიარქმა სწორედ ისეთ უნდა იპატრიარქოს, როგორცაც ჩვენი უწმინდესი აკეთებდა. ამიტომაც შეიყვარა ერმა და ამიტომაც დაიტირა ისე, როგორც დაიტირა. და ჩემთვის გასაოცარია ეხლა, რომ ეს პეტრე ცავა, ეს უნამუსო ადამიანი გამოდის და მე მინდა მონაწილეობა მივიღო, ზოგადად სადღაც გამოვიდოდა ეს კაცი და ბოდის მოიხდიდა. იმის გამო, რაც მან განცხადება გააკეთა. და კაცი გამოდის ბოდიშკერა, კიდე აქეთ როგორ ბედავს ეს ადამიანი, კიდე რომ სოციალურ საზოგადოების სივრცეში კიდე გამოჩნდეს და ხმა აღიმაღლოს და კიდე ვინმე თუ არის, რომ ვინც მაგას უჭერს მხარს ერთი როგორ მაინტერესებს რა. ჩვენ მე მგონი ამ ადამიანს უკვე პასუხი უნდა გავცეთ. სწორედ მე არ ვიცი, პატრიარქი არ იმჩნევდა, არაფერი არ უთქვია, მაგრამ რამხელა ტკივილი მიაყენა მან თავისი აი სიბინძურით, რაც მან გააკეთა განცხადება, როდესაც სინოდიდან გამოვიდა. ეს ჩვენ არასდროს არ დაგვაუწყდება, არავინ არ დაგვაუწყდება, ვინც პატრიარქს გული ატკინა. ხო და ამიტომ ჩვენ რაღაც დასკვნებიც უნდა გამოვიტანოთ, მეგობრებო და უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორცაც ჩვენი წმენა, ჩვენი პატრიარქი, ჩვენი ეკლესია იმსახურებს. აქედან გამომდინარე, დასკვნების თქვენთვის მომინდია და ისე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ როგორც ჩვენ ქვეყანას შეფერის. ამით დაგემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ გადაცემაში ერთმანეთს კარგად ბრძანდებოდეთ.